Salam მეგობრებო, მე ელო ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი მადლობა, რომ გამომიწერეთ და 2000 გამომწერზე ავედით და ძალიან ხარია. და ეხლა, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გამომიწეროთ სხვებმაც, იმიტომ რომ გავზარდოთ ჩვენი კომუნიტი და მე ამ ყველაფრის ხარჯზე და мотиваციის ხარჯზე უფრო და უფრო მეტ ვიდეო შემოგთავაზებ. და ეხლა ვარიაქტებ პირველ ნახევარფინალურ ბედს კამი მოსკა versus თოლო ანჯელა. მგონია რომ ძალიან კარგი ბესლი იქნება, იმიტომ რომ კამი და მოსკა არასდროს არ მიცხრობენ ხოლმე იმედებს და ძალიან კარგი წყვილია და რა ვიცი. ფინალშიც ჯერჯერობით ვის მხარეს ვხარ, ნუ არ ვარ მაგას ჩამყალიბებული. სამწუხაროდ დაგვესპოილერა უკვე flow-flow-м რო კამემ და მოსკა მოიგიესო და face-off-ით დაგვიდეს, მაგრამ ნუ მაინც იმედი მაქვს, რომ მაინც ბევრს ვიბაუნსებ და ისეთი კარგი კლასიკური სტანდარტული ბეთლი იქნება. და თქვენი რეკომენდაციები, რაღაც რჩევები აუცილებლად დამიკომენტარეთ, იმიტომ რომ მე ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერი გავითვალისწინო შესაძლების დაგვარად. და ხო, ხა დავწყოთ, ბევრი აღარ გავაჭიანო უბრალოდ. შევქმნათ ხმაური! შევქმნათ ხმაური, მეგობრებო! პირველი რაუნდი! არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ! აი. ეს თოლო მე მგონი მოსკას მაკაცია რაღაც პოდკასტი არ ქონდათ ერთად ადრე კაქტუსი თუ რაღაცა რო იყო. მე მგონი ზუსტად არ მახსოვს. ადგე დამიდგა. კი, სწორი ვარ. ისე გაიქენი რო გააჯი პოდკასტები და შენ ახლა ინანებე იმ დროსაც მაგრამ ეკიდა სწორად გამხსენებია იგივე პოდკასტები და ეგრე დაუწყო. გეკიდა? მე კიდა. ბიჭო, კამი შენ გინდა? მე მინდა. არა, მე მინდა. გაი, კამი ბაი. რამდენ გაგითენა შენი ოფიეჯი ლაი. ტარიფი რო იყო იქნებოდი ლაი. ზუდი Wi-Fi, ჭედავს AI. Okay, check it. ზეწარ ვაფარებ ხედავს, ვისი შოუ გიდათ, მაგრამ მე შეგი ანუ ძალიან მესაყვარლება და რაღაცნაირად გადადევთ. საკაები ხართ ბიჭებო, ანუ რა ვიცი. ვისენარ, ხოიცი მთავარი არ ვაწყენინო ცენაკ, სახი გახეხინებ თქვენებს მონოჰოლი სენა. ანუ რაღაცა ბედინას ვაიბები წამოიღო ხალხო. აი, არ ეს ვიქნები რობერტ ჰანსენი და ტყეში გაგიშვენ. მე აზარტისთვის ვეზენადირობას დავიწყე. ახლოს მოიწია შეხედე როგორ ეშინია. წვირზე არ გიგაიფები კამი ნუ გეჩინია. მე ძალიან მძელი, კამი ძალიან მძენი. რასი ზამენ ესენი, მე თუ რამე არ ვქენი. ჩემი ბრალი რამდენი, მე ვარ შენი დამტენი. გაიხსენე რა ვქენი, წარმატება ვარ თქვენი. რამდენი მიგონებ თქო, მაგრამ დავუტოვე ჰეითერებს საქმელი. არა მეგონა მთავნა თესლი ფლოუ და კიდე პანჩები. გაეტენილი დავდივარ, განავზივარ ერთ ადგილას და მიზახედივა უნდა მოსვა ასურელი კაცები ფექს. ეგონა ძალიან ფაურს ვიცი მექნებოდა წესკის სტილი თვეც. როცა წერდი თელოდა პოდი თუ პრომეთ. ჩემგან მაგრამ გარემოება მომიწონე და ჩიკი აფონდება. არავის კუაზე მე არ დავდივარ. ამათი ბრალია თორე კულტურული მასტი ვარ. თავი კი არაზმას აგერთესლი ლამინატია. ისე შეძმობას ვიცა ვარ მართლა გაითავიგა. Bad boys, what you gonna do? What you gonna do when we come for you? Bad boys, what you gonna do? What you gonna do when we come for you? მოდი ვნახოთ შენი ხმარამდენაც ანდოა. უცად მომწონს ხალხო, ძალიან კაია. შენ თუ ხარ ანდონის სიხალში მე ვარ როკი ბალბოა. სულ თქვა შეგეკრებათ ყველას აგერ წყალქვეშ ვამგონი. ვერ წაიღებს ესებს ჩემგან ეს განდონი პლანქტონი. შენით ბიგესია ბიჭო იქნებ მარტო რამეში. მე ვარ ამის ბიზია მე წავიყვანე ქალებში. ვიცოდი რა იდგებოდი მოსკა დაიწყებდი თვილეს. ძმაკაცი გავწირო მერე რა ვასწავლო შვილებს. ნინა დრამას ხმარი რო დაგიდგეს რასეთყვი შენ პირისპირ. მაქსიმუმ აერიდო ან კიდე ბილიჯი. მერე გავაცამი გამარჯობა სამი my name is Avto but you can call me. იდეა იყო რომ ვაფშეა გამოხვედი. ჩემი პროექტი ხარ პროსტავ სოყელშია მოხვედი. ტელეფონზე ვარჯი შოვდა ვიგებ ხო არ ცხენია. ჩემი პარა არ მინახავს ბიჭო სამი წელია. მე ამ გამეს დიდხანს ველოდი. ძველ ამბებზე რო გიმღეროდი. რა დრო იყო მოსკა. ანუ დინა დრამაზე რა ხდება საერთოდ? ვერ გავიგე კამის არაშუაშია. მართლა მე რამდენი დუხსენეს უკვე და ვერ ხვდები რატო. არ იყო მელოდი. რაუნდ. ძალიან მომეწონა. ძალიან კაი რაუნდი იყო, მართლა გავერთე, ვიბაუნსე, flow-სვა ქონდათ, რაღაცა სტილურადაც ძალიან განსხვავებული იყო და ეს თოლო fast flow რო ქონდა, ძალიან განსხვავებული იყო რა. აქამდე რაც მინახავს და რა ბეთლის მომისმენია, ესეთი რაღაცა flow-ები, ესეთი გადასვლები არავის არ ქონია. პანჩებიც იყო სხვათა შორის, მაგრამ მეტი პანჩი შეიძლება და რა ვიცი, ხვირზე, თავზე და დინა დრამაზე იყო პანჩი. მაგრამ უფრო მეტად საბაუნსო რაუნდი იყო და მე ძალიან გამოყოფილი ვარ. შეიძლება ბითის გამოცაი ბითიც კარგი იყო, მაგრამ ამათ რაც გააკეთეს ძალიან მომეწონა. ეხლა ვნახოთ კამი მოსკა. ეიო! სად ვართ გავაგზავნოთ? პირველი რაუნდი! ანუ მართლა ძალიან კაი რაუნდი იყო, აი. ძალიან კაი რაუნდი იყო. არტისტები, ჩემგან ხელმარცხ
Ცხენიუ აჰა მოსკაცმა უნდა მოგიკლა აქ ინტრიგა დიდია მე თქვენი ხვიჩა და გოჩა მაგარი ხლეზე მკიდია უკვე მეორე წვილი ვიზეც არ ვიცი რა ვწერო no name ოფილი შესად იყავი აქ მერო წერდი შედაირებს ვიშორებდი რა ბეთლი გუში პირველად ნახა ქალის მკერდი გამისვეუბნები დამანახე ვინები და იმახსოვრეთ ბავშვებო შევარ თქვენი ბიძები თვალებს რომ იკაჭავზეთ მეტად შეხვედი როლებში ნაბოზარო პირველად მეწაგიყვანე ბოზებში ვერაფერს ვერ იმან ამას უთხრა მე წაგიყვანე, აბა ვინ წაიყვანა ბოლო ვინ წაიყვანა უკაცრავად გამარკვია. ამასაც ვიზა, გადაკითხავ, პროსტა კითხავ, გიოს დანახვაზე ხوارს გვირთავ, არ გაწირავ, მაგრამ მიწევ, აკვანს გირწევ, გაზევ სივრცეს, რო გაიქცე. ნაუ რეფლექსის ავტორი ვარ ჩემთვის, და შევეცი არასწორებს მარად გავარ ჩემთვის. და მეტი სკილი ავწონი, მაგრამ ვარ ჩემთვის, პირში თუ მოგეცი ჩათვალე რო ისევ შენთვის. ენჯელაი შენი თქვი რომ შენი სისხლის სომხურია, შევეცი სარუკია, სულ ჩაგინდებს ოფურია. ახლა გეტყვი ზუსტად აქ რა არის ჩემი ბრალი, შენი თვერასოდეს იამაყებს ერევანი. რაღაც ვერ გაიგეთ და მოვლენებს შემორჩით. და მე მგონი თქვენ უსიას ევასებით სხვა ბონჩი. თქვენაირი გეი პარა ისტორიას არ ახსოვს, ვეტუსაზე უკეთესი არ მოგეთყნათ არასდროს. გასწორი გაგილიან მეკობები ვაკრიბიან მოსკატ გამიგასავლიან და თქვენ ორმებს გადადიან თომეში გეღაში საბათებაში ბეწაში შეგაგაბრუნებს ენახში შეგიდე გააჯვის სევანში მე ვიყავი შენი ძიზას და ბიზას და ვისგას და სექსო მაგდგას ბეთლის მერე ბარში დავლევ ტეკილას და თუ გინდა დაგამუღამებინება ბარსად შენი პანჩის ნეტა რატო იყო ნაცნობი ხელწერა არის ვიღაცის მე ასე მგონია იმდენი რამე გათხოვეთ ბოლოს შენ გათხოვდი საღო კამი შეჩემ არა თესლი პანჩი გქონია პაჩები ვახარისხე ფიქრით ტვინი გადამეწვა რა დამეტოვებინა და შენთვის რა მომეცა თავს ფლოუები სადღაც განაგონია საღო მოსკა შეჩემ არა თესლი ფლოუ გქონია ტაიროს და ვენტუსას რო ეუბნები ჰერმიონას მოთხოვნა გინდოდა უწუხილის განოხრავდი ჩვენზე კარგად არავინ იცის რა მძრებელ ხარ გამორიცხულია ჰერმიონას შენ არ მოთხოვდი ჩემგან ამუღამე პანჩი როგორი წერება მაგრამ დღეს ეგარგი შველი შუაზე რო გადაგწყვე ფლოუ მოსკამ გათხოვა და პანჩი მე მოგეცი ნაბოზარო ბავშვო იცი ლეგოსავი დაგაწყვე საჭირო კი არ ხარ დაქსინიან მაგრამ თქვენაირმა არიფება არ იციან პროექტ ხოვრო ასე გადაობას მორჩე აუ გამახსენდა იმას რა ქვია მუქთასთან იყო რაღაცა ამ დაგვარიბითი ზუსტად და ეხა მუქთას ვაიბები წამოვიდა ხო? გაკლებებენ ვეტუსას და გამეთხოვეს ორჯერ თოლო მერცხელ და ამუღამა და გადაწყვიტა რო ჭირდება თურმე რეფერენსი კაი რამეა ლელა ტურწუმიამ შემოგითვალა პატარა ბავშვი ხარ და გააჩვიო შენთვის უკვე ხამეა მე წავს აქ სომეხი ძმაკაცები მარა ცავატანე მყლე არავინ ვიცი შენიშთანა რა გინდათ მონოჰოლში ანამდე თემაში კანიაკი ტრაქში და იბეთლავეთ სახში კარგად გამიზრდია ანუ კარგი რაუნდი იყო ამათი ძალიან პანჩები იყო და უფრო მეტი პანჩი იყო და ფლექსი რა აქ მაგრამ პირველ რაუნდში მე მაგალითად თოლო ენჯელაიზე უფრო გავერთე უფრო ვიბაუნსე ანუ ამ ორ კოეფიციენტს შორის რო გავაკეთოთ რა განსხვავება იმიტომ რომ აი ფლოუსლაც უფრო მეტი ქონდათ ამათ და უფრო საინტერესო გადასვლები იყო ჩემი აზრით რა ამათი კამივასკას სტანდარტულად კარგი ხარისხი იყო და რაღაცა მაგრამ ჩემი აზრით პირველ რაუნდში თოლო ენჯელაი მაჯობეს ფლოუს ამბავში და მე უფრო აქეთ გადავიხრებოდი, მაგრამ ნახოთ შემდეგი რაუნდები. როგორ მოგწონთ? ვაგრძელებთ მეორე რაუნდი! არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ! თანდაკდენით მაგრამ არ გეგონოთ მეშინია თქვენი ვერ გამაჩერებთ რომ მქონდეს შემაკავებელი მოსვარო ეს ველი და ვარდო ორი რეპერი კიდე გამიმზადეთ ხვები გამისახე მოსე უნდა გავყო თქვენი ზღები ნო ეს ბრალია რო პლატაობენ ეს შოლები მოსკა კარგად გახარა პაჭუნე ეგ თვალები აწირს და ისივნენ ეს კადრები თავგონები შენი ფოლო იქნებოდა სპორტინგია რონალდო მე ვარ შენი ალექს ფერგიუსონი ხო იცოდი მოგიწევდა ჩემ თვალებში შეხედვა ეს არის შიფუთაილონგი საბოლოო შეხვედრა სამ პერსპექტიულია მოსკა ჯანო ანანიზე მარლო ხედავინ არის ბიბის ლოდარიზე შენში ეჭი შეიტანა ამ სკეპტიკოსმა ვეგაგზარდა ვერს და ფილომ და ვერს ბოტანიკოსმა ხისამი სამზე ხვას ვერ ამოიღებ ხო იცი უკან იმითოგით გავა როზმა კაცობა ვიცი კამი მე თქვი ვაფშე კი აქამდე რო არ ვამბობდი ხო იცი რომ ამათ პროსტა ვეშოლკებად უნდოდი მოგითხარი გადავტენი პირველი პეტრის ასელი მეორეზე შემოვარ და ვარ მაგარი ამას როგორ შემატარე წავაქციე თასი მე ვარ გამი მოსკა ულტრა და კიდე მასი გონებას
თავს გამოგონება დარჩება ჩემი ფურთხი თურმე ამიმასკა ულტრა პრო მაქსი რა სადღაც იყო ვიღაცის რაუნდში აგერ დიდი ხანი აღშება შენი ფანჩი რო ამის და დიდი ხანი დაგისტი მაგრამ რაც გონია რას ისავს არც ერთი არისი არ მოპარავთ ვინაობას უნდა გახიოთ სახე არ ვარ ანგელოზი მოვიჭერი ფთები ნახე ლუციფერი მოგეპარეთ მოგიმზადათ მახე ისე ვორი მონადირე როგორ გადაფლახე გადათელ ბიკინი ბოტოს მეა გადაგიხევ სირზე ახლა უნდა გასკვიდბორდს გადავარტყა ხვირზე გონი კამის ეს მაგარი აშვებული ყავს გოგოს ზეგა დახვალ მოსკას დაფოლოვებული ყავს შეხო უეფას ფავორიტი ხარ ნუ ფიქრობ ხმაზე დღეს არ მეტაგიდო ბად მოიგებ ჟიურის ხარზე უნდა მოსკარატო გაგმითხარი პირი დახურული მიხდით რომ ნაკიზი აქ დამუღამებული ახლა მე განახე ბიჭო როგორ უნდა ზერო რაკეთ მოიწია შეკამის მარცხენა ხმერო შენი ფლოუ მაკლიპინა თავზე გადავტენო შეკიდე ეკუსტელი პირია მოგიკარო თქვენზე გამოვედი სანადიროდ შემოვჭექი ცხენზე პროექტია დროა და შემოგაბი თეთრზე უცლებელი არმადა ვარ დაგიშვებ გემზე ნაპოლეონი ვივიში ცოლის ასეფორე არ ვარიცი მტერი მოსისლე საფარშევა მოწვევ ნონჩალანტი მაიკლოლისე აბი მელეკობა სიბრალეს მე კობრია მგონი მაინც არ მოგზემს ისოდე შენ ელიზაბეთ სუონი მოდი კამი უთქვა თოლოს რამე მედიცინაზე აი გადაგეჭო დაქსელი ტრაქზე აი ხანია ორივე ავატყოფია ვიცი თოლო მოგიწევს და არ ღვია ჰიპოკრატეს პიცი ჩემი ჩევები არ წიე ბოსო მე შექმენი და აღიარე ბოსო ჩემს მაგას რატომ მოუგეშე ბოსო ფანი მე ბეთლავე გამოდი ბოსო Game 7-ია დღეს აქ ლეიკერსი ბოსტონი მე ვარ ლარი ბერდი შეხარ კამი მეჯიკ ჯონსონი მიემა და გვამეს მოგში დღეს ორის მაგაცი მოკლულია აქედან ასოლს ვერ წაიღებ დილია თოფურია რაუ ძალიან ბევრი რეფერენსი იყო აი ძალიან ბევრი და სხვისი ლაინები და მთელი ამბები კარგია კაცო რომ იყენებთ იმას რაც უკვე კლასიკაა და კარგად მუშაობს მაგრამ რაღაცა თქვენიც გჭირდება მეორე რაუნდში დამკარგეთ იმიტომ რომ რაღაცა ვაიბიც ვერ დავიჭირე კი ფანჩების ცდელობა იყო მაგრამ აი ძალიან სუსტი იყო ჩემი აზრით ხო და წეღა რო ვშელობდი რაღაც მომენტში ამრევია თურმე და ანჯელას ტექნიკები მომეწონა მოკლედ ძალიან და გადასვლები და მთელი ამბები ამ რაუნდში არ მომწონს ან ეს რაუნდი არ მომეწონა უბრალოდ ეიო სად ვართ გავაგზავნოთ მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხალმარცხნივ თუ გავუწოდო ხელი მე რანგელზე ვკლავ როგორც დინ ვინჩესტერი ხელები არ მიკაკალებს ორი ვესტენი თენძმას ვეხმარები ვარ სემ ვინჩესტერი ჩამოვედი სენაკიდან ჩამოხვედი შენს დავიწყე გამელოდება გამელოდი შენს დავიწყე რების კეთება და დაიწყე შენს ბოლოს PvP-ზე გამოვედი გამოხვედი შენ განა პრობლემაა ის რომ ყველაფერში ბაძავ პროსტა მართლა ვერ გავიგე შერაკვილება ხარ გადაგიარო თუ ვიამაყო დღეს ილომით გახარ მაგრამ დავიდა ბოლომდე ჩემი დასახურება ხარ არ გიხდება მიკროფონი ხო და მომეცი მე ჩვენ გავადასავებ ფინალს ეს იყო სრული გადავლა ჩემი აზრით არ ვიცი ამათ შორის რა ურთიერთობა მაგრამ ძალიან კარგი და ისეთი გადავლა იყო და მოგვეციე პონქში არედევი დიდები ხარ ცოტა თორე ფოზიშვილი ვიყო ბიჭო მართლა თუ არ მომეციეთ დამიხედეთ ფლოუს კარიესებს შენ რომ მე გამაგდო ხალხი და კი პადი ესდებს ჩემთვის რაც არ ვარ გაშენე ძახი კაი ვერსებს აუ ამათში რა მიყვარს იცით აი ერთად დალინკულები არიან რაღაცა ერთ და ერთად არიან აი ერთ მოძრაობებიც კი იდენტური აქვს თუ დააგვერდებით თუ გაინტერესებთ როგორ უნდა აიესე ვერ გავიგერა არის გაუგებარი და ბოლომდე გაუღება ჩემის გარე თუ ღია ამაში წაწალე თავი და ფინალის ამზურები ჩვენი არის დღეს ხოიცი მერიგნები ჩემი ენივრე მოიგებ რაკატო გაწირე თავი და თუ კი მოვიდობე და შემოვალე და დღეს მე ვარ კაირი ჩემი ახმალი ეხლა მოგიხვებით თოლოსი პატარა მოგზაურობაზე როცა იყო 4-3-3-ში დრისასამარა ჭურჭელი რეცხა მაგდენი არ გაურეცხავს სახში უკვე დროს მაკარგინებ და მალე გამიშვიძმა წაგების გრაფაში ნულიანი გაიზრისა გამახსენეთ როგორია თქვენი სტატისტიკა PDM-ის ნულიანი ჩვენთვის არის დირკა ეხლა გეტყვი რატო არ მინდოდა შენ დამეტყვი განა მეშინია იმიტომ რომ თესლი MC ხარ პროსტა პირში რომ მოგალწე შუა მონოჰოლში მერე ვიცი ისევ ჩემი დასასწრებელი ხარ თოლოს მეების ტესლი სტილია ეგნანეტია თეჟონეტია კაბრიოლეტია თოლო პოეტია ოღონ პიზდეცია თანასდოცენტია ჩვენ თონემდე ვერავლენა მუნი ჯაივს ხტენია ჭიჭოს წელავენ ყუილა და ვერაფერს ვერ შევია ეჯელა იჯერარა ჯერარა ჩვენი ჯერია უნდა ვიჯერო გული რო წავალ კი და ქენია მეგარჩითე მაგაცი მე გათხოვე მაგრამ შენ მაგივად ხო არ ვიბეთლავ გთხოვე მარტო იმიტომ უნდა გავა ძმაკაცის თხოვება რაღა უბედურება დღეს ესენი ფინალში რო არ ნახოთ შაკირას რეფერენსები ახლა მიდი და ეძებე შენი მთვრალი პარა მარტო დაგტავა და აქედა ვერ გამოძრები ვიცი ჟიურიში არ გინდოდა ძვალი მარა დღეს უნდა დავტოვოთ თქვენ ორისგან მარტო ძვლები ყველაფერი მე გასავლე
უმრავლესულ ხელით გატარე ფინალია ჩვენი ხო იცი და გაგვატარე თორე გადაგივლით თვალსა წერდავა ხამხამებს სხვასთან წაგებას ვერ გადაიტან და მე გაგაწყავია და შენ ჩემნაირი ძმაკაცობის ღირსი არ ხარ გადაშენი ბალი მაგ შედუდოდ მისია ხარ შენ არა ხარ ანგელოზი და არც პრინცი არ ხარ პროსტა თაიროს ხალეზე დახვეული ფიფკია ხარ ამნეზია მაქვს და დამავიწყდა წაგებარა ვეტუსა რო წამოიწია მგონი გაგებარა დავანაწევრე და ნაწილებად გავიყვანო ეგოისტი ვარ მარტო თავი უნდა გავიტანო იდეალური რაუნდი იყო. აგრესია, პანჩები, ძმაკაცობაზე და ამის ანგელოზობაზე გადაულა არაერთი პანჩი და ძალიან მაგარი. ფლოუსლაც იყო და სინქრონიც იყო, აი დუეტს რაც უნდა გქონდეს, ყველაფერი აქვს ამათ. და მეორე რაუნდიც ასახად წაიღეს. მე რაღაცა ბაუნსის კომპონენტი, ჩემი ბაუნსით ხო წვინი წაგიღეთ ხალხო, მაგრამ აი ბაუნსი მეტი მინდოდა და რა გავაკეთო. გავაგრძელოთ ახლა. Ja. ვანახოთ მონოჰოლს როგორ ხვდებით მესამე რაუნდებს შევკვრათ ხმაური Ey. მესამე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ რა კაი ბიცია ძალიან კაია და თაკიმატებს ხება ეს მონოჰოლი ჰაიში აიწება ბიცე გამიკაძე ბიცე ხება აკიცება არ დავიწყება ვიდარდება ვიგავარდება ნასავდება იჯლაიბადება ზელია კოსმოს დამეტების გვემასა ან ძალიან კარგად დაიწყო მაგრამ სიტყვები არ მესმოდა Let's go მედო დენსლო ბენზო გადავიდა დენზე ამ ღმერთო გამახსენეთ ივა არის ანუ ჩვეულებრივად ივას ისა აქვს ეხა ვაიბები ამ ყველაფერს ივაჯი ჩვენ ხო შეაგავათი ხო ჩვენზე იარე წრეზე იარე ვიტანზე დამიტეხეთ არძან ჯუგების შოს შენობაში ყველაზე მშვიდი ვარ წვეც ბაბა უსად მასებს დავათოსებს მოსკას დავანახოთ რეალური დენსი გამია ფეფრიო რა უკნა ასეთი ვარ სექს ვაუ ვაფშე არ მჭირდება ფლექს ნა ეხა მგონია ტემუდან ივა და მას რა ქვია ღმერთო ქურთი რეპერი როა ღმერთო სახელი გამახსენე კონტრა ეხა მგონია ტემუდან გამოწერილი კონტრა და ივა თუბეთლოვენ იმიტომ რომ ამას კონტრასტის აქვს რა ქვია ფცირად დაკოპირებული ამ წუთას და იმას ივასი Mari bichabi erta gaichinen da egona to ramit gamagurebnen meshi me rogar movigo chemi realuri skill Feki ero berga machereb da veravin Fesher khali betlavet kneb rami gamovides magar realur tveqa klapshi aravin მეზობელი ფავორიტი ავთო Referensi მასანება და თავის მივანდო მასანება ბიჭო არ მოსულამე მარტო თოლო ერთი შეკითხვა მაგოითო ბრატო ნუთუ სამხური ზახონები არტურ გადაიღეთ სავატალებს აკეთებ არ Sinidataneras mazro pavto ავთო ხარ მეზობლებს ახსო ხარ სახში მარტო ხარ და ჰავერ გამოხვალ გოსკა აქო ხარ სახში მარტო ხარ ამ ხელა მახსო ხარ ვინოს მოუთხარი შენი თავი ჩემო გამი Aras ara maratoni ana bana mobes da me mara mosqa gamikda para aka khala mitsatkhara da gatola khalqi ari para tu arevasები აზიარა ქანა სამი ხადაკა შენი ვარა უზელი კლაკა para ჩემი სტილი განა თქვენი კიდეც ხანცარა მინდა მედი ქილი განა დამანები თავი თოლო იქნებ რამე უთხრა და ვიღალე რავი მე თაგის დიკა მირა სირი ჩახარ განახო მე ის მილფი არ ვარ თხოვო და პასპორტი ვანახო საღო ბიჭე ვოკი მართლა ისე კაი საიყო მოსკას არ გეყოფა მარტო ჩემი ყერო წაიღო რაის მირი მალე გადავალე გამიეჯელაი დამაცარი ამას ოჯორი ზარ შენი შემართო ფორიტი ხო არ გონია თავი თქვენ ორისგან გამოთვალე თავიწოზე მესაკრავი რამდენი პროექტი რამდენი უნიჭო ბევრი არებერი ეს ორი ხვეა პროექტს ხოს მარტოა გორი განდონი და 12 კი არა ეს ორი აბარა ეჯელაი ბიჭობთები გაშალა თქვენ კი არა ჯგუფია მე დაშალა მირი მომიწიეთ და მე მასალა აბარა ახარ გამოგივად გამარჯვების მიწერა ხალხმა გადაწყვიტო ძალიან მოგიგეთ თუ ისე რა სხვა ანუ კაი ბიჭები ხართ ანუ მართლა ძალიან კარგი იყო უბრალოდ ძალიან ბევრი რეფერენსია ძალიან ბევრი სხვა არტისტის რაღაცა თან პირდაპირ კოპიაა ის კი არა რომ რაღაცა ინტერპრეტაცია გაუკეთოთ და არ არის ეს ყველაფერი ის რითიც ადამიანმა უნდა მოიგოს ეს თქვენი რო ყოფილიყო უეჭველი ძალიან მომეწონებოდა ეს რაუნდი და აი მართლა გაქებთ ეხაც ანუ კარგია მაგრამ რაღაც დოზით უნდა იყოს და ეს ამდენი არ უნდა იყოს ხვდებით ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში საერთო ჯამში ძალიან კარგი რაუნდი იყო ძალიან კარგად ვიბაუნსე ძალიან კარგად გავერთე მაგრამ ნუ თან ისეთი მომენტებიდან აქვთ აღებული რა ეს ინსპირაციები თუ რაც არის რაც მართლა ძალიან პოპულარული იყო აი ყველას ახსოვს ქეთჩია გონებაში მაქვს და ეგრევე რომ მიტვიტივდება რავი ეგრე მეც გავავალ ბეთზე თუ ეგრეა კაცო
ალფოვარს მომენტი იყო ძალიან კარგი. და უბრალოდ თავიდან რაღაც ნაწილი საერთოდ არ მესმოდა, სმენადი არ იყო. საერთო ჯამში ხა ამ ბიჭების გამოსვლა რომ შევაჯამო, წინა ბეთქთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. ფლოუს ცოლები და რაღაცა მუსიკალურ კომპონენტშიც. ხო, მუსიკალურ კომპონენტშიც ძალიან მაგრები არიან. უბრალოდ ეხლა ჩემი აზრით და ისედაც ხო ვიცი ის წინასწარ ვინც მოიგო, მაგრამ კამი და მოსკა სულ სხვა დონეა, თავისი ასე ვთქვათ, შემოქმედებითობა უფრო მეტი აქვთ. და გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ ყოჩაღანო, ესეც აკარგები იყვნენ. პირველი რაუნდი განსაკუთრებით მომეწონა. All raunდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ Shapes გადავუგენ ჩემს ინუდა და დუნდე სათუარა გადავუგდე და baby დავაბრუნე ამბიციები გამოდის და ეს ვერ გადამწონის ამ ძვირვალს ვერ გადმოდის ვერ უძლებ როგორ მოფი ანგელოზი თვალება მეპარება უკარება მაგრამ მაინც არა ხო არ დაგება თუ გინდოდა ამ სეზონის აღება და დადება ანგელოზი ხარ მაგრამ რატო შეგასინა თვალება გონია რომ ბიზნესია ხალხი გარება და ზვაგაცებთან დარეკა და მერე მოსკოვ ჩაგედა და გარები გადაკედა თუ აკეთებ გააკეთე ნუ გაგარებ ჯერ გაჭეკედა კამი მიდი დაკებე თანაქარ ვარ გავარდა ვარ მაგრამ დაგახვალ და ნახავ ხვალ დღეს ვინ გავარდა ჩალავ და ბარგი მისი ვინც გაბაგა პანტერას ხარდი ფლოუ თითქოს ვაკანდა მერასაც გიშავე ბიცოდა ბიჭარა სულ რომ მოინდობა ვერ უზავ შედავს ზალა არ ვიხმარე ხერხი მოვიტანე მარა გაიყვარო ვერ თუ სახერხავს ამის ფონზე შებედავ რომ წინ დადგე და მაიძულებ რომ წერო შენზე ესეთი რა დამუშავე ფლოუს რომ აფიქრებს ასეთ ყლეობებზე ქალთა როცა წახვალ არ უნდა დაიბნე ძმა რეფერენსებს ჩაგიყრირა როგორ უნდა ქნა ბარედავ თვალე და ბარებთან ამის მოსავალსაც ავიღებ მალე იდეკით კარებთან აქ არ მოხვიდე და პირველი ვის დავაჯვა გაითვალეთ შენ უკვე გაჯვიდა შენი ჯერია ფანჩი თუ რო უსტი რა გირჩევნია ფუშენი ორი ვიამინე ვია და ბიჭები ცოტათი დაიბნე ვია მეუბნება არ გამწირო ცოტა დამინდეო თავია მარიდეო მერე მესაც ბიუბიში მინდა ვიყო და კარები გამიყეო მე თუ არა გამიგეწევ თელი გული მეგინეო ასტი კიდე ასტი თუ გასტი გასტი არ გაგიშვებ თუ გამსტი ტახში ნაწილებად ხარ ფასლი ეწვალე ეწამე მოგება მაგრამ ვერ გამსტი თქვენთვის ეს არ არის დასასრული მაგრამ ვიხდებით ამასაც დრო რო გავა ანახეთ აიროს გადაეცით ასე უნდა მოკლა უკათოლო დავა უნდა გავაგზავნოთ მასულებზე ავჩერდები რაც არ უნდა არ მეცალოს სახელზე იმდენი ფანჩი და გაცალე ნეტავასა მტერი და გეცალოს ვიდეო შეპერებე უბერე რეპერო მეპერო ნუ კემერო ვარცადო გადამეპერო ხარ ჰენერო მაგრამ კიდე რო თაიროს მოეპერო შერეგვერო თიკიდა თურმე ენჯელაი შეტენო ენჯელაი თესლი რეპერია იძახის რომ უნდა გაგვაჩეროს ამდენი გეი ლაინები რატო არის ანუ ჯელაი არის იახოვას მოწმე უნდა ყლეობები დაგვაჯერო დავიხალე უკვე აღარ მინდა არჩენი სახის დანახვა და როგორც გოგოს ხლე მეგობარს დეიძე გინა მიოკებრო უნდა გააჯვა ვიცი გისწორდება ჩვენთან ბეთლი როგორც ვაკაცებში თესლა დიტასავებ და როგორც ყოველი მეორეც უკდამე გიხმარ და ამით შენი ბლოტავებ ჩვენთან თამაში არ ღირს ჩათვალეთ ეხლა ვარიგებს შვილებს ეს სეზონია ნარდი რადგან მე და მოსკოვ ვაკორებს წყვილებს ნარდის ლაინი არ მომეწონა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯგუფშიც წერთ ხოლმე მეგობრებო, რომ ბეთლია და მთავარი ფანჩებიაო და მაგ ყველაფერში გეთანხმებით, უბრალოდ flow არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ flow არის, ანუ B2B season 2 flow არის პროექტი თვითონ და არ არის აკაპელა, ხო? ამიტომ ფანჩის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია flow. ეს ორივე კომპონენტი კამის და მოსკოვს აქვთ იდეალური დოზით. ნუ ანჯელა ითოლოსთან რეფერენსების ამბავში და flow-ს ამბავში ძალიან კარგად არის ყველაფერი, პროსტა ფანჩები დამაკლდამებიადად. რა თქმა უნდა, ეხა ბეთლი მოიგეს კამი მოსკამ. ისევ და ისევ მეც ველოდებოდი და მეტი მინდოდა, იმიტომ რომ ყოველთვის მეც ვითხოვ ხოლმე ამათგან, იმიტომ რომ ვიცი რომ მეტი შეუძლიათ. და ფინალში იმედი მაქვს, რომ თავის მაქსიმუმს დადებენ და ღირსეულ წინამდებობას გაუწევენ ტახას და ბანის. და მეტიც, რა ვიცი, მე მგონია, რომ მოგება შეუძლიათ. ნახოთ, კი ბატონო, ტახა გიჟია, ბანიც გიჟია, მაგრამ აი წინა ბეთლიდან რაც ჩანს, მეოთხე ფინალური ბეთლიდან მაინც მაგარი არ იყო. ეხლა ნახევარფინალში იძახიან, რომ ვაიმე თქვენ ესეთი ფანი არ გინახავთ, მაგრამ მე არ ყოფილი ვარ, არ დავსწრები ვარ და აი ნახევარფინალს რო დავარიაქტებ, მე გეტყვით ჩემს აზრს, ნუ ორივე წყვილს ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ ასევე გულშემატკივრობ კამის და მოსკას რევანშსაც ტახა ბანიზე. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ბეთლი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია თქვენი რეაქცია მოგწონთ. ეხლა ვნახოთ როგორ შეაფასებენ ჟიურის წევრები და რა შეფასებები იქნება და რამდენად დაემთხოვა ჩემი და ჟიურის აზრი.
ესეთ გამხნევებას შუგნით ჩვენს არტისტებს როგორ მოგეწონათ ღმერთო ჩემო დღეს მძიმე დღე იქნება ყველასთვის მაგრამ ეს მძიმე დღე დაიწყოს გიო რუსიამ გიო რუსიასთვის შეგვგნათ ხმაური Okay. მოკლედ ესე ვიტყვი ძალიან დიდ დროს არ წავიღებ. პირველ რაუნდში იდეაში თქვენსგან ვიყავი რაღაც პერიოდის განმავლობაში, ერთადერთი თქვენგან რაც არ მომეწონა. პირველი ვოკალური პარტია ძალიან მაგარი იყო, იდეალურად მოუხდა ჩემი აზრით რაუნდს. მეორე ვერ დავამოღამე მუსიკალურად ვერ იჯდა ესე კარგად. პირველი მე მეორე ძალიან მომეწონა. ან პირველი რაუნდის მუსიკალური ნაწილი ძალიან მომეწონა და მომკალით. იყო იდეალური. რაღაცები დაუხვედრე და ძალიან მაგარი იყო და აქ ეთყობა თქვენი ისტორია საერთო. მაგიტომაც მე ვფიქრობ, რომ ვინ ვის რა დაუხვედრა, არ მინდა მე პირადად შევაბაზო, რომ ვიცი თქვენი ბექგრაუნდი. დანარჩენ პანჩების ასპექტში პირველ რაუნდში ცოდნავ მარცხენა მხარე დამევასა მომეწონა. პირველი რაუნდი ჩემი ხმა მარცხნივ. მეორე მესამე რაუნდებს გავაერთიანებ, რადგან მეორეშიც და მესამეშიც თქვენი მხრიდან 2 თუ 3 მომენტი იყო, სადაც anyway, ერთში იყო და მეორეშიც იყო რა, ორივეში იყო. Yes, bro. და მაგის გარდა ძალიან მაგარი ტექნიკა ქონდა შენ ვოკალური ეს ჩაქსოვები ძალიან მევასება და ასწორებს. შენ ქონდა უმაგრესი ტექნიკა ბროს. ანჯელაის ტექნიკები მე ძალიან მომეწონა, პროსტა აი ჟღერადობის კუთხით ქონდა პრობლემა. მაგრამ დამევასა, მაგრამ ეგ ტექნიკა მომისმენია ბევრი რეპერისგან, თუმცა შენ ბევრზე ბევრად მაგრა გააკეთე ეგ ტექნიკა, ეგ ფლოუები. აქედან მოვისმინე ცოტა ახალი ფლოუები, ანუ საქართველოში რაც არ მაქვს მოსმენილი, სხვაგან კი ბატონო როგორ არა. ორივე რაუნდში, მეორეშიც, მესამეშიც პლუს შეცდომები, პლუს ის რომ უფრო კაი ტექნიკა იყო აქეთ უფრო ჩემთვის ახალი, ჩემი ხმა აქეთ. ბაცხი. ახლა მინდა სცენაზე გახსოვს რაც თქვით რომ მადლობა მინდა ვუთხრა არტისტებს რომლებიც უსასყიდლოდ გვერდში გვიდგანან რომ ეს ფესტივალი გამოგვივიდეს და ლაინაპის ერთ-ერთ არტისტს კასისთვის შევქმნათ ხმაური არტისტები უსასყიდლოდ გიდგანან გვერდით და რეაქტორები რომლებიც ვარიაქტებთ ამ ყველაფერს აქეთ ვზარალდებით, იმიტომ რომ მონეტიზაცია შეგვიზღუდეს ხალხს, არ ვიცით თუ არა, და კოპირაითი მომდის ყველა რეაქციაზე. არ დაწესეთ ჩვენი რეაქცია პროექტისთვისაც კარგია, ხო? რომ რაღაცნაირად პოპულარიზებას ვუწევთ ამ ყველაფერს და რავი ახლა, რაღაცა $2 რო მიწერს, ამ $2-საც რატომ მართმევთ? ძალიან ნაგლობა არ არის თქვენი აზრით? რავი. შეგარგოთ ღმერთმა. მოგესალმებით ყველას უკლებლივ flows ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მიულოცავ სეზონის დაწყებას და ჩაუჯდეთ ახლა რაუნდებს ბიჭებო. ხმაური შევქმნათ ჯერ ამ ყველაფრისთვის ერთი ბევრი. კაი, მივხვეთ რა. ამ ბეთლში ექსკლუზიური პონტი ჩემთვის იყო ის, რომ მარჯვნიდან დავიწყებ ამ ამბავს ერთმანეთზე უკეთესი რაუნდები გააძლევთ. პირველ რაუნდზე უკეთესი მეორე გქონდათ, მეორეზე ჩემი აზრით პირველ რაუნდში გქონდათ ყველაზე კარგი მუსიკალურად და პანჩების კუთხით მესამე რაუნდი ჯობდა ყველას. უკეთესი მესამე გქონდათ რა. ოღონდ მეორე რაუნდში თუ სწორად მახსოვს და მე მგონია რომ სწორად მახსოვს ტექნიკური შეცდომები, აი რა არის, ისეთი ბეთლი იყო რომ ტექნიკური შეცდომები ძალიან იჩენენ ამ დროს თავს რა. ანუ იდეალურად რომ მიდიხართ ორივე მხარე უცებ სკაპ და რაღაცა წაბორძებება ძალიან ჩანს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს თქვენს მინუსად ჩაითვლება, მაგრამ ბჭყალებში მინუსად მშვენიერი ბეთლი გქონდათ, მეგობრებო, მინდა გითხრათ. იცი პირველი შეფასება რომელიც მაიძულა რომ ესეთი შეფასება გამეკეთებინა კამიმ იყო ის რომ შენ რავი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი MC ხარ ძმაო ჩემო მე იძულებული ვარ რომ ეს ყველაფერი ვაღიარო მოსკა ჩემი ძმის გული მოკლედ ყველა ძმობაზე არ არის აქ სპორტი გვაქვს აქ ყველაფერი უნდა გაირკვეს ისე როგორც წესებს შეეფერება მუსიკალურობა უნდა ავიღოთ ძმებო აუცილებლად მუსიკალური მხარე საკმაოდ დახვეწილი გქონდათ ძმებო იმიტომ რომ რამდენიმე რეფერენს ვარიანტები მელოდიური ფლანგები ყველაფერი ჩანდა ყველაფერი დასაფასებელია აქედან მხარეს უფრო
საინტერესო რაღაცები ხდებოდა მაინც ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრად მაგრად იყვნენ შეთამაშებულები, რომელიც 2-2-ზე ბეთლის შემთხვევაში ძალიან წყვეტს და ძალიან დიდ პლუსს ნიშნავს და ამის გამო, რავი, ჩემი ხმა მარცხენა მხარეს ბიჭებს. ესე გადაწყდა. Yes. მოკლედ, ვის თუ არა ამ ბიტების, რომელმა ბიტებმა სკინაღამ გვაიძულა რომ მონოჰოლი ეხლა დაგვენგრია, ვინ თუ არა პინოს შეუძლია თქვას რომელმა არტისტმა შეძლო მისი ბიტი მაგარი ბითები იყო. აი, პინოს ბითები. მარტო ბითები მაბაუნსებს ხოლმე, ისეთ სასწაული ბითები აქვს. თან ამ ბეთლის ბითები განსაკუთრებით კარგი იყო. წინა ბეთლებზე რაღაცები არ მომეწონა, მაგრამ ეხლა ძალიან მომეწონა. ის ბოლომდე გამოყენება ხმარება მინდოდა მეთქვა, მაგრამ პატივი გეცი. პინოსთვის შევგუნათ ხმაური! სალამი, მადლობა ყველას. ბიჭებო, ცოტა ხმა მაღლა, კაია? მეგარი? შენი ბიტები ვიცი. კაი. ძმებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ესეთი სანახაობა ვნახე. ორივე მხარე ერთმანეთს არ დააკელით, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც გადამწყვეტი, რაც ტოვებს ხოლმე მოგებულს და წაგებულს სახელს, ხო? პირველი რაუნდი ჩემთვის ანუ ძალიან მოკლედ მინდა რო თქვა რა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება რეალურად მიღებულია და მე თავს აღარ მოგაწყენთ რა. პირველი რაუნდი თანაბარი იყო ჩემთვის პირადად. მეორე და მესამე რაუნდი სუფთა წაიღო სკამი და მოსკა. მეტი არაფრის თქვა არ სკამი და მოსკავა. პინო შენც კი, კაი რა ხდება რა სკამი. მინდა მადლობა ყველას. ნუ ახლა მე თქვენ გეტყვით და არ ველოდი ამ შედეგს, სადაც ვიცოდით წინასწარ რომ ესენი იგებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც ველოდებოდი რომ მაგრად ვიბაუნსებდი და კარგად გავერთობოდი, ეს ყველაფერი მივიღე და ძალიან მიხარია. ეხლა დაველოდოთ შემდეგ ბეთს, რომელიც ორშაბათს იქნება და მანდაც ვიცით უკვე რომ აჰა მგანი მოიგეს, სულ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ფინალს კიდე განსაკუთრებით დაველოდები. სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან გავერთეთ და იმედი მაქვს რომ თქვენს გაერთეთ ჩემს რეაქციაზე და ზოგადად ბეთლიც მოგეწონათ. აუცილებლად დამიკომენტარეთ, სად მეთანხმებით, სად არ მეთანხმებით, რა შენიშვნები გექნებოდათ, თქვენი აზრით ვინ მოიგებს და ზოგიერთები რო იძახიან რომ აჰა ბანისთან რო კამი მოსკას არ აქვს შანსიო, თქვენც მან ხართ? რავი. მე მგონია რომ შანსი კი არა ძალიან ღირსეულ წინამდებობასაც გაუწევენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი შეკრული დუო არის მოსკა კამი და ვნახოთ. თქვენ კიდე აუცილებლად გამომეწერეთ მეგობრებო, ავიდეთ ახლა უკვე 300-ის გამომწერზე, დალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. მე კიდე ახლა დაგემშვიდობებით და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. Bye bye!